ხომ არ გავაკეთოთ ასე, რომ ჩვენ მოწადინებული და მოწოდებული იქით კი არ ვიყოთ, რომ როგორმე და ყველა მიცის და თქვენ იცით, მეც ვიცი, რომ ეს არ არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ როგორმე ვინმე საქმე გადავაგზავნოთ პროკურატურაში. ჩვენი მიზანი არის, რომ პირი გამოცხადდეს და მოусმინოთ მას. განა რა შეკითხვა უნდა დაისვას აქ ისეთი, რომ არ გინდოდეს კითხვაზე პასუხი და საციხოდ გაიხადოს საქმე. აი რა შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა ისეთი კითხვა დავსვათ, რომ ნებისმიერმა პირმა არ ისურვოს ამ კითხვაზე პასუხი ან გაუძნელდეს კითხვაზე პასუხი. ამიტომ ხომ არ მივცეთ ბატონ ბადრის დარწმუნებული ვარის ჩვენ გვისმენს დამატებითი დრო და შევთავაზოთ, რომ 2-დან 3 საათამდე დღეს მისთვის სასურველ დროს 2-დან 3 საათამდე ის იყო 12 საათზე მოწვეული და პირველის 9 წუთია და არ არის გამოცხადებული 2-დან 3 საათამდე პერიოდში და თუ ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს ლელოში 4 საათამდეც მივცეთ დრო რომ გამოცხადდეს. აი ესეთი შეთავაზება მექნებოდა იმის ნაცვლად, რომ ახლავე ვუყაროთ ამ საკითხს კენჭი და ხაზარაძის მსგავსად ეს საქმეც გადავაგზავნოთ პროკურატურაში. ჩვენ არ ვართ ხათუნა კალმახელიძის ნომერ მერვე დაწესებულებაში, ხო? შესაბამისად, განა რა უნდა ვიკითხოთ ჩვენ ისეთი, რომ ადამიანმა პასუხი ვერ შეძლოს. შესაბამისად, ეს მხოლოდ ვერბალური პროცედურაა და თუ თანახმა იქნებიან სხვა წევრებიც 2-დან მაქსიმუმ 4 საათამდე, სასურველია 2-დან 3 საათამდე, თუმცა ჩვენ დეპუტატები მოვიცლით, თუ ბატონი ბადრი ვერ მოიცლის და 4 საათამდე შევძლებთ მის მიღებას დღეს შპს მაგნატის საქმეზე და მოვუწოდებთ ბატონ ბადრის, რომ გამოცხადდეს და გაცეს კითხვებს პასუხი.